ვანო მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმების თემას გამოეხმაურა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ხათუნა ოჩიაური. მისი თქმით, დასადგენია რამდენად შეესაბამება რეალობას გუშინ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი 26 მაისის მოვლენების ამსახველი სქემა. ნაციონალური მოძრაობის წევრის მტკიცებით გამოძიება კომპლექსური უნდა იყოს და დეტალურად გაარკვიოს 26 მაისის ორგანიზატორთა განზრახვები. ხათუნა ოჩიაური იხსენებს, რომ ამ მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე აქციის იმავე მონაწილეებმა პარლამენტის შენობას მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. პრეზიდენტის რწმუნებული ვანო მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიება წინასწარი პატიმრობის შეფარდებას არაადეკვატურად და მკაცრ ზომად მიიჩნევს. წინასწარი პატიმრობა მიგვაჩნია ძალიან არაობიექტურ გადაწყვეტილებად სასამართლოს. იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც დააპატიმრეს მაღალი ჩინის თანამდებობის პირები ნაციონალური მოძრაობისა, ეს იყო ბაჩო ახალაიას შემთხვევაშიც, ეს არის ვანო მერაბიშვილის შემთხვევაშიც, ჩვენ ვამტკიცებდით და საზოგადოებას უხსნიდით, რომ წინასწარი დაკავება არის ძალიან მკაცრი ზომა, იმიტომ რომ ეს ადამიანები არ გაურბიან პასუხისგებლობას.